ახლა ლევან ხაბეიშვილი ჩაგურთვება ჩვენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან გამარჯობა. ლევანი სამტრედიდან გვერდთვება და სანამ იმ თემებზე გადავალთ, რომელზეც მინდა რომ ვისაუბროთ, მიმოვიხილოთ ეს გადაჯაჭვული კრიმინალური პოლიტიკური საკითხები ჩვენს ქვეყანაში, მინდა რომ გკითხოთ სამტრედიაში რა საკეთებთ, რა ხდება, რა კამპანიაში ხართ ჩაბმული. მოგესალმებით, მიესალმებით თქვენს მაყურებელს 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით პაატაბუჩულაძეს და რუსთაველის ერთად მოვიარეთ დღეს სამტრედია, ადამიანებს საბრძოლო განწყობა აქვს, ამასობაში უყურებთ თქვენ გადაცემას და იქ უყურებთ ჩვენ ყოველდღურად გვიწევს რა განაჩენს გამოვიტანს ივანიშვილი ამის ყურება, ხო? და ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ახლა ხალხს დაელოდოს 4 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილი რა განაჩენს გამოვიტანს ქართული ხალხი. ეხლა ეს რაღაცა თამაშობები რომ ვიღაცას გამოუშვებს, ვიღაცას დაიჭერს ის ბავშვები ციხეში რატოს ხედან ჯერ ვერავინ ვერ გავიგეთ, ხო? ამასობაში ეს ნარკოტიკების ჩამდებები აქ ახობაძესთან დაკავშირებით, ვინმე გამოძიება და მოკვლევა დაიწყო სასამართლომ რო თქვა რომ ამ ადამიანს ჩაუდეს და მართალი იყო სატარიანის პოლიციელები, შინაგან საქმეთა მინისტრი, ყოფილი მოადგილე, ყოფილი ბედოიძე, გომელაური, ესენი პასუხისგებაში რატო არ არიან მიცემული ან სამართლოს უფროსები, კონკრეტული თანამშრომლები, რომელმაც ნარკოტიკები ჩაუდეს ამ ადამიანს, ხო? ამიტომ ესე ვერ გაგრძელდება. ჩვენ ბიძინა ივანიშვილი უყურებს ესე რომ ძევლად ვყავართ აყვანილი, დღეს გაუშვებს, ხვალ დაიჭერს და ამიტომ ეს დაჭერობანა რომ არ გაგრძელდეს, მნიშვნელოვანია რომ ჩვენ გამოუტანოთ, ხალხმა გამოუტანოს განაჩენი ბიძინა ივანიშვილს და თუ მაქვს დრო მე 2 წუთით მინდა კიდევ ერთი ახალი ინფორმაცია გითხრათ, მათ შორის რუხაძესთან დაკავშირებით. ირაკლი თუ გესმის ჩემი თქმა. დიახ, მესმის. ო, მე მინდა საზოგადოებას ესეთი რამე უთხრა, ეხლა დახედეთ თქვენ ბანკის ქვითრებს, რამდენს იხდით, ესე 5000 ლარი ისესხეთ, 8000 იხდით, 10000 ლარი ისესხეთ, 18000 და ეს ბანკებში პროცენტებს რო იხდით და გძარცვავენ ეს ბანკები, ეხლა გეტყვით რა ხდება. ლიბერტი ბანკის გაყიდვა გადაწყვიტა რუხაძემ და ფაქტობრივად გაყიდა, ჯერ ჩავიდნენ ჩინელებს ეხვეწებოდნენ რომ იყიდეთ, იმათ მოუთხრეს რომ არ გვაინტერესებთ, მან სანქციებია, პრობლემებია, არ გვინდა. აქ ჩამოვიდნენ და ბაზის ბანკში ასევე ჩინელები არიან და ისინი აიძულეს უთხრეს რომ ეხლა თქვენ ადგებით და იყიდით, თორე სხვა შემთხვევაში ვერ გააკეთებს საქართველოში ბიზნეს, გააქვთ რაღაცა კერძო საკუთრებები, რაღაცები, ამიტომ თქვენ ბიზნესი ვერ გექნებათ, უნდა იყიდოთ ეს ბანკი. იმათ მოუთხრეს რომ მოიცა ხა ეს ფული საიდან მოვიტანოთ? ფულს ჩვენ მოგცემთ, ჩვენ მოვიძიებთ. ადგნენ და იმ ბანკები, რომლებიც ხალხს აყაჩაღებენ, აი პროცენტებს ხალხი იხდის, იმ ბანკებიდან 250 მილიონი, საქართველოს ბანკიდან 250 მილიონი, TBC ბანკიდან, ესე იგი მისცეს ბაზის ბანკს და ეხა ეს 9 მილიარდი ამ ჩინელებმა უნდა მისცენ გადაუხადონ რუხაძეს. აბა დაფიქრდით, ეხლა ეს რა მაფიასთან გვაქვს საქმე? ივანიშვილი და რუხაძე გაიყოფენ ამ კეშს, იქნებიან ბედნიერები. ჩვენ ხალხი გააგრძელებს მაღალი პროცენტების გადახდა საბანკო ოლიგარქიასთან ჭიდაობას, ესე იგი 24 საათი უნდა იშრომონ იმისთვის, რომ ლიბერტი ბანკის ხელმძღვანელ, ესე იგი ტევ იმედის ხელმძღვანელმა რუხაძემ სანქციებს აარიდოს თავი და გარბის ფაქტობრივად თავქუდმოგლეჯილი აქედან. დაფიქრდით ერთი წამით, ესე იგი ჩვენ უნდა გადავიხადოთ მაღალ პროცენტში სესხები, რომ მე ეს ფული აიღონ, დაითრიონ მისცენ იმას, რა ქვია, ჩინურ ბაზის ბანკ ჩინელებს, ამათმა ეს ფული დააბრუნონ და მიცენ ბიძინა ივანიშვილს და რუხაძეს. ხო, მაგარი ესაა, რა ქვია, სქემაა, ხო? ესე იგი მაფიოზურად გააკეშებენ ეხლა 9 მილიარდს, ცოტას ივანიშვილი წაიღებს, უბრალოდ ბევრს ივანიშვილი წაიღებს, ცოტას რუხაძე და ბევრს ქართველი ხალხი გადაიხდის და ესე მონოპოლიები გაგრძელდება საბანკო ოლიგარქი ესე იგი, ესე უყურებს ივანიშვილი ამ ქვეყანას. ძევლად ჩვენ ვიღაცას იჭერს, აი ამის პარალელურად რომ ესე იგი ვიღაცები დაიჭირა, ვიღაცებს უშვებს სასამართლოს შევარდნა, მოკლა, დაჭერა, აი ამის პარალელურად მილიარდებს ინაწილებენ ესენი. აი ამ რეალობაში ვცხოვრობთ ირაკლი ჩვენ და ეს ყველაფერი რომ დავასრულოთ, ამისთვის არის მნიშვნელოვანი რომ 4 ოქტომბერს უძე კაცი შევიკრიბოთ და დავამხოთ მშვიდობიანი რევოლუცია დამხობა, მოუწყოთ ივანიშვილს, არ შეგვეშინდეს ამ სიტყვების 2003 წელს ეს ქართველმა ხალხმა გააკეთა, ქართველმა ხალხმა ისე რომ შევარდნას რეჟიმი ისე დაემხო, ესე იგი თნის ღერი არავის ჩამოვარდნია, აგერ პაშინიანმა ჩვენგან 100 კილომეტრში, 150 კილომეტრში, აგერ ჩვენ სამეზობლოში სომხეთში მშვიდობიანად დაამხო რეჟიმი. ხო? და ასე ვთქვათ, სწორი სულით მიემართება დასავლეთისკენ ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი გახდა და ასე შემდეგ. ჩვენ შეგვიძლია მშვიდობიანი დამხობა და რევოლუციური ცვლილებებია საჭირო ეკონომიკაშიც, სამართალშიც, ქვეყანაშიც გჭირდება რევოლუციური
კრიმინალური სწრაფი ცვლილებები უჭირდება ყველაფერში. აუცილებლად უნდა კითხოთ, ეხლა თქვენ ბევრს საუბრობდით და უნდა ვაღიაროთ, რომ დიდი გადაალაგებაა ხო რეჟიმის შიგნით. ფარცხალაძე და ძმები მიქაძეების სტრუქტურა, რომლითაც ისინი ქუჩას აკონტროლებდნენ, შესაბამისად ფულს, კრიმინალს, არჩევნებს აყალბებდნენ, მათ შორის ახლა მორღვეულია და ხდება მათი ჩანაცვლება. მიქაძეები ერთი ძმა განსასჯელის სკამზეა, მეორე გაქცეულია. ამობენ რომ მათი ჩანაცვლება ხდება სხვა ძმებით, ფეიქრიშვილებით. რას არ გაიგებ ამ ქალაქში, ხო? და ეს დიდი გადაალაგებაა. ამ შემთხვევაში აი ბატონი ჯოხაძეც იყო ჩართული ამ ყველაფერში. დიდი გუშაგების ცვლილება მიდის. ოღონდ ყველაფერი ხდება ამ კრიმინალურ საბურველში, ახლა ვინ გააკონტროლებს კრიმინალური წესებით, ორგანიზებული დანაშაულის წესებით ქუჩას და მთელ ქვეყანას. შესაბამისად, რას გეუბნებათ თქვენ ახლა ბევრს საუბრობთ ამ თემაზე და ადევნებთ თვალყურსაც აქტიურად და ბევრი რამ გსმენიათ და იცით. შესაბამისად, აი ეს მიქაძეების ჩანაცვლება. ვისით თავარი კითხვა ეს არის. ირაკლი, ეგ არის ღალატი, ივანიშვილმა უღალატა, გაწირა ყველა, თორე მე რომ ამბობდი რომ ესენი კრიმინალები არიან, რომ კოლცენტრები, მაშინ აპაპაპა როგორ გეკადრება და თურმე მე რომ ამას საუბრობდი, კრიმინალები და კოლცენტრები კი არა. ეხლა თავად ამბობენ რომ თურმე იარაღები დარბოდნენ. თურმე შეკვეთილ მკვლელობას აკეთე, ეს მე ხო არ მithkams. თავად თქვენს ხო? მოიცა კაცო, მე რომ ამბობდი 5-10 წელი ამაზე რომ ვლაპარაკობ, რომ კრიმინალები, რაღაცა გარჩევები, ესე იგი ეხლა დღეს ადასტურებენ რომ მართალია რა არიცოდნენ? უბრალოდ განა არიცოდნენ. ახლა ივანიშვილმა საკუთარი პირის მოსაბანად რომ არ უნდა რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ასე ვთქვათ ერიოს, არა და ურევია მის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა, მის გარეშე ამ საქმის ფარველობა ვერ მოხდებოდა, ეხლა პირის მობანა გადაწყვიტა და ის ხალხი ესე ვთქვათ ზვარაკად შეწირა, თქვა რომ აბაბა ესენი არიან, აი ფარცხალაძემ, აი მე არ გამიკეთებია, მე არაფერი დამიშავებია, ბიძინა არის საკუთარი თავის გადარჩენაზე უნდა ესმოდეს ყველას, პოლიტიკოსები ხო, პოლიტიკოსები რო ერქვა იმ ხალხს, აი პოლიტიკური გუნდი რო ერქვა, ხო დედაუტირა იმათ, ღარიბაშვილი ხო სახელიდან ვერ გამოდის, გომელაური ხო სახელიდან ვერ გამოდის, ლილუაშვილი ხო იმალება სახელიდან ვერ გამოდის. ნახე რა დღეში ჩააგდო ივანიშვილმა მისივე თანაგუნდელები, მიქაძეები, რომლებიც ეხმარებოდნენ ბიძინა ივანიშვილს, მის ყველა დავალებას ასრულებდნენ, დაასდევდნენ ადამიანებს საცემრად, ხო, არ ვიცი, ქუჩაში გადმოუვარდნენ, ეს ხო ლაივში ხდებოდა ყველაფერი, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ქუჩებში აქტივისტებს რო გაეკიდნენ. მერე იქ ჟურნალისტები რო ცემეს, საუბარი იყო რომ მათი დაორგანიზებული იყო, არ ვიცი, ხა მე ვერავის ვერ დავაბრალებ, მაგრამ პატარაა ეს ქალაქი და ყველაფერი კარგად იცის, არავის არაფერი არ გამოუძიებია. აი ესე დავალებებს რო ასრულებენ. ბიძინა მოიშორა ეს ხალხი. რას გია ჩანაცვლება ივანიშვილს არაფრის თავი აღარ აქვს, ირაკლი. რაღაცა მითები და მითოლოგია რო ეს დაუმარცხებელი კაცია, ეხა გადალაგება, ვერაფერს ვეღარ გადაალაგებს. პოლიტიკური გუნდი მას აღარ ყავს, ეხა გეკა თუ გონია და ფოხანაშვილი ვინმეს პოლიტიკური გუნდი, არ ვიცი, გაგეცინებათ კი ოხანაშვილის სუსის უპროსი რო არის, ეგ არის უკვე კლასიკა დაცინვის, ასე ვთქვათ, უმაღლესი მწვერვალია მათ შორის სპეცსამსახურის თანამშრომლებისთვის. ეხა სამწუხაროდ რუსების სპეცსამსახურებად გადაიცა, მაგრამ ვისაც თავის სპეცსამსახური გონია და ოხანა უპროს, ეგ არის ანეკდოტი. გეკარო შინაგან საქმეთა მინისტრი წარმოუდგენლად, ვინ არის საერთოდ, საიდან მოვიდა, ხო? ანის პროკურორი, რომელსაც არავინ არ ვიცნობს, დინარაძის ის არის, ხო? მაკარში გაყვა თავის დროზე, ალბათ ეგ არის მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატებული ნაბიჯი და მე პროკურორად დანიშნა. იქ ოხანაშვილის დეიდაშვილი ნათესავი დანიშნეს პროკურატურაში, ეს პროკურორის პირველ მოადგილედ თუ რაღაცა მოადგილედ. ნახეთ, ეს პოლიტიკური მდგენელი, აღარ აქვს ქუჩაში თქვენ რასაც ამბობთ, ვერავერს ვერ გადაალაგებს. აღარც ქუჩაში არ უნდა ივანიშვილი არავის, აღარც პოლიტიკაში არ უნდა, აღარც ხალხს არ უნდა, ხალხს არ უნდა ეს მე სამტრედიაში. ნახეთ, დღეს კიდევ ერთხელ ყოველდღიურად ხან სამეგრელოში ვარ, ხან იმერეთში ვარ, ხან ქვემო ქართლში ვარ, ხან შიდა ქართლში ვარ, ხან გურიაში ვარ, ხან აჭარაში ვარ. ძვირბასებო, ეს კაცი არ უნდა არავის, ეს კაცი არის სუსტი კი არა, ანუ აღარ არის ქმედით უნარიანი ეს ადამიანი და ეთყობა ყველა ფეხის ნაბიჯზე. აქეთ ეხა ამ მიქაძეებთან დაკავშირებით ირაკლი უნდა გესმოდეს, რომ უდიდესი პრობლემაა იქ რაღაცა ზეთხასანი ახსენეს, იქ რაღაცა კრიმინალური ესენი ამბავი. არავის ირაკლი, ეს კაცი მანდაც არეული აქვს, მანდაც ვერ გაერკვა ვისი მხარე დაიჭიროს, იქ ვის მფარველობდა, ახლა ვიღაცა დაიჭირა. აბსოლუტურად განულებულია, ზერო. ივანიშვილი არის არაფერი. და არის ეხა ერთადერთი ამოღების სამსახური ყავს, ეს ფული უნდა, ფული რომ ბიტკოინებში გადაიტანოს ეს ქეში ფული და უსაფრთხოდ კონდეს რომ ხვალზე ბრაზილიაში წავა თუ რუსეთში წავა, ეს ქეში კი არ წაიღოს, ვინმე რომ წაართვას, ბიტკოინებში კონდეს და იმიტოა გიჟივით რომ დასდევს ამ ბიტკოინებს და ერთი საკითხავი მაქვს კიდე ბიძინას კიდე ერთხელ მინდა ვკითხო 200 თუ 250 ბიტკოინი აქვს მამუკა მდინარაძეს მოკითხე ისა რა ქვია გრიგორიჩ 250 ბიტკოინი ცოტა ფული არ არის, ერთი ბიტკოინი $118,000 ღირს დაახლოებით. ხო და 250 ბიტკოინი გაამრავლე, დაგეწია ეს კაცი ლამის ფულში შენ სანქციების პარალელურად ამან ქვეყანა
ფული იშოვა და მოსაკითხი აქვს ეგ ამბავი. უნდა გესმოდეს ირაკლი, არაფერზე არ დგანან ესენი, აღარც ქუჩაში არავის აღარ უნდა, აღარც სახლში აღარ უნდა პრინციპში მოდი ვთქვათ, რომ ოცნების დეპუტატებს და მართველ რგოლს სახლში, ოჯახში, შვილებთან, ნათესავებთან, ახლობლებთან აქვს პრობლემა. Facebook-ზე კომენტარების დაწერა რატო აგზალეს? იმიტომ რომ ყოველ დღე შვილი ეუნება და არ ვიცი, მამა ხარ თუ დედა ხარ, ვიღაცამ თქვა რომ რუსი ხარ, ესა ხარ. პრობლემები აქვს. სახლში რომ მივიდა მეზობელმა გამარჯობა არ უთხრა, შვილმა უთხრა რომ დეიდას შვილის მეუღლის მეზობელმა ეს დაწერა და დაიღალა ეს ხალხი. პრობლემებში არიან. მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო მეტად ვარ დაღლილები და გასაგებია. გამარჯობა წყურია ქართულ ხალხს. ამიტომ 4 ოქტომბერს ფუძე კაცი უნდა გამოვიდეთ ყოველგვარი პარტიული მიკერძოების გარეშე, ამიტომაც ვიზახი სულ ხას უსვამ, რომ ეს არის პაატა ბურჭულაძის ინიციატივა, ეს კაცი არც პარტია, არც პოლიტიკა და ყველა დავდგეთ ერთად. მადლობა დიდი. ლევან ხაბეიშვილი გვერდებოდა ახლა ჩვენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.